მოხმობიდობისაც ვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგახსენებთ და მოგითხრობთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას და ასევე საქართველოს ფარგლებ გარეთ. როგორც მოგეხსენებათ, უკვე მეოთხე დღე არის ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ და ეგრეთ წოდებული ოპოზიციური საქართველოს ოპოზიციური სექტანტური დაჯგუფებას პირი არ უჩანს. არ ჩანან, სად წავიდნენ, სად გაქრნენ. იქ ჩავიდნენ, ეზოში არ შეუშვეს და დარბაზებში არ შეუშვეს. სადღაც ქუჩებში იდგნენ და იქაც რაღაცა ფოტოშოპები გააკეთეს და მოკლედ მე იმისათვის რომ მათი იქ ჩასვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ინაუგურაციის დასწრება რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დამაჯერებელი ყოფილიყო, ვინაიდან არ შეუშვეს იქ კაპიტოლიუმის ეზოში, თუ სადმე ვინმე გამლელი ნახეს და ბომჟი ნახეს ამერიკის შეერთებულ შტატების ქუჩებში, ყველასთან სელფები გადაიღეს და აქეთ საქართველოში აგზავნეს რომ ზოგი კონგრესმენად გაასაღეს და ზოგი მინისტრებად გაასაღეს და აი ეს ამით ფუთავენ თავიანთ ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ ეს ადამიანები, რომელი ადამიანებიც იმყოფებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც ერთი მათგანი აბსოლუტურად არ იყვნენ და არ ესე იგი მოქმედებდნენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ადამიანები არიან, რომელი ადამიანებიც თავისი განცხადებებიდან გამომდინარე შეურაცხყოფას აკეთებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტს ტრამპს, რომ მას მოიხსენიებდნენ როგორც რუსეთის აგენტად და მას მოიხსენიებდნენ ასევე როგორც არაადეკვატურ პიროვნებად. მაგრამ ახლა დღეს უკვე როგორც ჩანს მათმა შეცვალენ, გადააბრუნენ პლასტინკა, როგორც ჩვევიათ მათ მთელი თავის ცხოვრების პანძილზე, როგორც ჩვევიათ. ესენი არიან ორპირი ადამიანები, ესეთ და ფარისევლები არიან, რომ მათ არა აქვთ თავიანთი ხედვები, თავიანთი რომ ვიტყვი აზროვნება და ისინი იმართებიან მხოლოდ იმ კურატორებიდან და იმ თავიანთი ლობისტებიდან, რომლებიც მათ ფულებს უხდიან და ეხლა მიიღეს დავალება, მიიღეს რომ ახლა უნდა გახდეთ ტრამპისტებიო. ხო იყავით ეხლა ისა ტანკისტებიო, ახლა უნდა გახდეთ ტრამპისტებიო. და მოკლედ აი ესეთი ცხოვრებით და ასეთი აზროვნებით და ასეთი მიმართულებით არიან ეს ადამიანები და ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე ცუდისმეტი არაფერი არ უკეთებია, ხო? აი ხაზარაძე ეს რომელიც ჩავიდა ეგ და მე მგონი მაგას სელფი დადო რაღაც ვიდეოს სურათი დადო შავ ქუჩი გადაღებული და არ ჩანს ის თუ მე მგონი ის უფრო სადღაც აქეთ ლილოს ბაზრობაზე არის გადაღებული ეს სურათი და ხალხმრავლობაში და ეს სურათი დადო თორა. ეხლა ფაქტიურად ჯერ ამბობს ადამიანი რომ კი მიწვეული ვარ, მე მიმიწვიეს ოფიციალური მიწვევა მაქვს და ვერ გავიგეთ ოფიციალური მიწვევა ქონდა რა უნდა ქუჩაში რა აღმოჩნდა და თამაში ქარიშხალში და იმ წვიმებში საცოდავად რაღაცა კუთხეში მიგდებული, ხო? ასევე სხვა დანარჩენებით, ხო? იქ აქეთ ვაშაძე კიდევ რომელიც ეს თაღლითი, ჭუჭუ ვაშაძე, რომელიც თაღლითი და მთელი თავის ცხოვრება რომ თაღლითობით ცხოვრობს და რაღაცა იქ მონიტორის წინ არის და ვითომ და იმას რა ქვია ტრამპთან ზის წინ და იქ მონაწილეობას ღებულობს აი ღონისძიებაში, ხო? და სხვა დანარჩენები კიდევ ახლა შერგოლეიშვილი და ბოკერიაზე ხო საერთოდ საუბარი არ აქვს ამ ანტიქრისტეებზე, ეკლესიის მგრევლებზე, ეკლესიის ასე რომ ვიტყვი მაგინებლებზე. ამათ ხო საუბარი არ მაქვს საერთოდ და ახლა გამოვიდნენ და თუნდაც კონსერვატორები არიან უკვე და დიდი სიხარულით და დიდი ახლა იმითი რომ ვიტყვი ვაივიშვიშით და გუგუნით ჩავიდნენ იქ და ახლა კიდევ სელფები გადაიღეს და თითქოს საქართველოში ის მოყავთ ახლა რევიზია მოყავთ საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებიდან და ეს ტრამპის ადმინისტრაციის ახალი წევრი ის ქალბატონი თითქოს მას მოყავს და უნდა შეამოწმოს რა ხდება საქართველოში და აქეთ ამ თავიანთი რევიზიიდან გამომდინარე აქტიურად უნდა გადაწყვიტონ ბიზნა ივანიშვილი და ქართული ესება იქნება თუ არა ხელისუფლებაში. აი ასეთი ხედვებით და ასეთი აზროვნების ადამიანები არიან. და სხვა დანარჩენი კიდევ უამრავი რომ ვიტყვი ქვეყანაში საჯირო საკითხები, რომლებიც ჩვენ დღეს მართლაც მნიშვნელოვნად დაგროვდა სწორედ აი ამ აგენტურის მოქმედებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე. ბატონო ზაზა, მოგესალმებით. მადლობა რომ მომზადეთ ჩვენთან სტუდიაში. ბატონო ზაზა, ინაუგურაცია ჩაიარა და მოკლედ ამ ინაუგურაციას აქ ესენი აფორმებდნენ ბოლო დროს ისე რომ თითქოს ესენი იყვნენ მთავარი მოქმედი პირები ამ ინაუგურაციის და ესენი იყვნენ თუნდაც პირველი კატეგორიის სტუმრები ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღმოჩნდა რომ
დარბაზებში კი არა და არც ეზოში შეუშვეს და არც ქუჩაში გააჩერეს იქ ახლოს კაპიტოლიუმის შენობის ღობესთან და სადღაცა იქიდან შორიდან აყურებიეს ბატონო ტრისთან. და რა ხდება ვინ არის ეს ხალხი და რა არაფერი ბატონო ტრისთან. ის მოხდა, რასაც ვამბობდით ჩვენ გადაცემებში ტრამპი რო მოვა ხელისუფლებაში, სულ შეიცვლება ამერიკის მთლიანად გლობალური პოლიტიკა ქვეყნებთან მიმართებაში და ეს თავის გამოსვლაში თქვა. დიახ. პრეზიდენტი რო შედგა კაპიტოლიუმში, ეგრევე თქვა და მივიღე და 200 კანონს მოაწერა ხელი ერთ დღეში, რომელ კანონებითაც იმართებოდა ამერიკა და დანარჩენ მსოფლიოში მოდიოდა დირექტივები. ეს 1000 გენდერი, 1000 მამაძაღლობა, თქვა კაცმა არის ხალი და მამაკაცი და დაუმთავრა ყველას ლაპარაკი. დაუსვა წერტილი. დაუსვა წერტილი და აქ კიდე ვერ ამბობენ რა არის. მაინც ძველი შიშები აქვთ, იმათ არ ეწყინოთ დამფინანსებებს და ისინი ვეღარ დაგაფინანსებენ, იმიტომ რომ ტრამპმა აკრძალა 90 დღით ჯერ დაფინანსება და ვნახოთ მე ეს 90 დღე შეიძლება გადახედავენ ვინ რა გააკეთა ამ დაფინანსებით და რა სარგებლობა მოუტანა ამერიკის შეერთებულ შტატებს და იმ თავის ქვეყანას და იმის დამიხვებით გადაწყდება ეს დაფინანსებები ამ არასამთავრობოების და დანარჩენი კიდე რაღაც სხვა ორგანიზაციების თუ არსებობენ კიდე რა და ამიტომ ჯერ დაველოდებით კიდე 3 დღეა კაცი უკვე პრეზიდენტია ქვეყანაში და დაეტყო ქვეყანას და აქაც ჩვენთანაც დაეტყო უკვე ყველაფერს ნელ-ნელა ვეღარ გაჰკივიან იმ დონეზე, ვერ გამოდიან ბატონო ტრისთან და ვერ იძახიან იმას, ვერც იმას იძახიან, რომ ტრამპს ვერ აგინებენ ახლა, როცა ადრეც აგინებდნენ და არაადეკვატურია და რუსეთის დასმულია და აგენტია და რუსეთი ჩაერია. ჯერ ამხელა შეურაცხყოფას აყენებენ ამხელა ქვეყანას ამერიკას, მსოფლიო ჰეგემონს, რომ რუსეთმა დაუსვა პრეზიდენტი. ეს შეურაცხყოფა ქვეყნის, მაგას რო იძახი, რომ რუსეთი. კი, მაგრამ იცი რა არის, ამემა გაიმეორეს, რაც იქ გაიმეორეს იმ LGBT დამცველებმა და იმეებმა, ვინცაც ტრამპი არ უნდოდა ხელისუფლებაში, ის ნარატივი გაიმეორეს და დაიწყეს აქედან ტრამპის ლანძღვა ჩვენმა ოპოზიციამ. მე მახსოვს როგორ ლანძღავდნენ ტრამპს და რეებს არ იძახოდნენ. უბრალოდ სირცხვილი იყო რა, როცა ფაქტი არ აგაქვს, აი ერთი რამ იყვეს იცი ბატონო, ერთი არ შემოვიდა ის კანონი. საქართველოში ვიძახი. თუ მტკიცებულება არ აქვს ადამიანზე, ცილი არ დასწამო რა. და არ უთხრა ის, რაც არ ეკუთვნის ადამიანს, კაცო. გააუქმეს ეს კანონი ცილი. ეს კანონი გააუქმეს, ამ ოცნებამ ხო უნდა მიიღოს ეს კანონი, კაცო. უნდა მიიღოს და არ იქნება ამდენი სიმბინძური, ამდენი თავდასხმა, ტყუილების ლაპარაკი, რომ მოგთხოვსო წარმომიდგინე ფაქტი და ვერ წარმოიდგენს და კაც რომ მოსთხოვ პასუხს ის ჩაიგდებს მე ხმას რა. ერთი მიიღებს პასუხს, მეორე მიიღებს, მესამე მიიღებს და სხვა აღარ გააკეთებს, თორე ეს იცი რას ნიშნავს? ეს არის აღვი ახსნილობა რა. რასაც უნდა იმას იტყვიან ადამიანზე, რასაც უნდა იმას დააბრალებენ, არ შეიძლება ეგრე რა. ყველას ყავს თავის ოჯახები რა და ყველა თავის სიტყვებს უნდა გაუფრთხილდეს წარმოთქმის დროს რა. როგორ შეიძლება ტელევიზორში უყურებ და გოგონა ალბათოს ეკითხებია რამდენი გენდერია და მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემ. რატო ვერ გასცემ რა? ხალი და მამაკაცი როა და კიდია რამე სხვა გენდერები და არსებობენ? მაგათვის არის რაღაც კიდე რაღაცები, რაღაც კატეგორიები გენდერების. არ არსებობს მეტი რა, რაც მაგათ აქვს, კაცო, მაგათ აქვს. ბიჭო, როზეს სიგიჟეს მე ხო ვეღარ ამბობენ, ვეღარც იმას ამბობენ, ვეღარც სიგიჟეს აწვევიან უკვე და გაეჭხირენ, გაიგე? და არიციან გამოსავლის ძიებაში არიან. ის თვითონ იმათი პატრონები არიან გამოსავლის ძიებაში რა უნდა ქნან. ჯერ არც იციან რა უნდა გააკეთონ იქიდან. აი ვინც მაგ გეგმებს წერს და ვინც მაგ დირექტივებს იძლევა, ახლა იმათმა ძალიან კარგად აქვს გაწერილი ის ყველაფერი, როგორ დაანგრიონ, დაამსხვრიონ ქვეყანაში კი არა, მარტო საქართველოში კი არა. მთელ ევროპაში აპირებენ და კონსერვატიულში აპირებენ. კონსერვატულად მოაზროვნე ადამიანებს როგორ დაუპირისპირდნენ და ყველა იმ ქვეყნებს, რომელი ქვეყნებსაც თავისი ისტორია და ტრადიციები. აგერ ორბანმა რა თქვა? დამთავრდა უკვე ლიბერალიზმი, დაიწყო უკვე კონსერვატიზმი. არა, გასაგებია ხა დამთავრდა ლიბერალიზმი და დაიწყო კონსერვატული. არა, იქ იქნება ეს გამონათქვამი, მაგრამ ესე არა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე და გვიკარნახო რომ გინდა თუ არა როგორც ახლა მაგენი ექცეოდნენ ჩვენ ლიბერალები კონსერვატულად მოაზროვნე ადამიანები ეხლა ვეღარ მოიქცევიან ხო როგორც მაგენი მოქმედებდნენ ქვეყნების წინააღმდეგ და იმ ქვეყნების წინააღმდეგ რომ ქვეყანასაც თავისი ისტორია გააჩნია თავისი ტრადიციები გააჩნია
ოჯახური სიწმინდეები, წინაპრების მონოპოვარიის ტრადიციები, ხო? იმას ებრძოდნენ, ესენი ეკლესიებს ებრძოდნენ. ყველას ებრძოდნენ. ეკლესიას ებრძოდნენ, ბრელს ებრძოდნენ, დულებს ებრძოდნენ, ახლა ბოკერია და ესო ვახსენე, ჩერგოლეში. ქრისტიანებას ებრძოდნენ და მართლმადიდებლობას. ბოკერია ჩერგოლეში რო ვახსენე, ბოკერია იაღოველების მამამთავარი იყო. თავარი და დღესაც არის, ხო და მაგან დაარბია ესა გლანის ეკლესია, ხო? ჩერგოლეიშვილი კიდო ფემინისტი არის და ანტიქრისტი არის და რა ვიცი. ესე და ახლა საწავიდან ვერ გავიგე და ვისან ჩადით და ჩადით რა პირი ჩადით, ერთი გამაგებია თქვენ გათახსირებულო უნამუსო ადამიანებო, გაიგე თელი თქვენი ცხოვრება ლანძღვაში იყავით კონსერვატიული მოაზროვნე ადამიანების და მიმართებაში და ტრამპის წინააღმდეგ და ეს კიდევ გვარამია და ესენი მოკლედ რა დღეში იყვნენ და როგორ სიტყვებით მოიხსენიებდნენ ტრამპს, ხო? და ეხლა უკვე გახდა ტრამპი მაგათი. აუ, აგენტი არისო, გვარამია, გადაწყადრე. მე ეხლა მე სააკაშვილს ველაპარაკება ტელევიზორში და აგენტი არისო, რუსებმა იმას აქნესო, რუსებმა აარჩევინებსო, რუსები მიეხმარენო. მე ეხლა კადრები მინდა, ხო, ისა კადრები უჩვენოთ, რას ამბობს გვარამია და სხვა დაარჩენი ეს სექტანტები ტრამპთან მიმართებაში და გამოიტანენ თქვენ დასკვნა. ძალიან საშიში. ასევე ოლიგარქმა მაგრამ ხო შეუძლება ამერიკის პრეზიდენტმა ეს გადაყლაპა. ძალიან მიხარია ბაიდენის გამარჯვება. არ დაუმალა 2020 წელს ყველა სასიხარულო ალბათ ეს იყო. მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიხარია ტრამპის წასვლა. ამერიკას არაფერი გუშინ ნამდვილად არ ემუქრებოდა, უბრალოდ გამოჩნდა ის რომ მაინც რაღაც ოლიგარქიული ინსტინქტები ტრამპს აქვს პირად ურთიერთობებზე მაღლა დააყენა თავის პირადი ინტერესები, იმიტომ რომ ასეთი არის ოლიგარქის ბუნება. ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა ისეთი რუსული, როგორც ტრამპის დროს. ყველაზე სუსტი პრეზიდენტი ამ მხრივ, რუსეთთან ყველაზე უფრო კარგ ურთიერთობებში მყოფი, საქართველოს პრაქტიკულად რუსეთისთვის გადამცემი პრეზიდენტი უკვე შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბაიდენია პრეზიდენტი. ტრამპი დემოკრატიის ის შეცდომაა, რომელიც ხდება ხოლმე. ის რაც გააკეთა პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა არ უკადრია ამ ქვეყნის არც ერთი სახელმწიფოს მეტაურს საუკუნეების განმავლობაში. ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. რომ არ დაუშვათ ხელისუფლებაში ოდიოზური და გაუწონასწორებელი პიროვნებები, როგორც სამწუხაროდ ბატონი ტრამპი აღმოჩნდა. დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ომში ტრამპი პუტინის უზარმაზარი გამარჯვება იყო. რაც ვერ გაითვალისწინა რუსეთმა და რატო დასრულდა საბოლოოდ ფიასკოთი მისი ეს პოლიტიკური პროექტი, არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უძლიერესი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს უკვე იმას, რომ გაკოტრებული ოლიგარქის პრეზიდენტად არჩევა არ იყო ყველაზე კარგი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის. აი ამ ტრამპს, რომელიც დღემდე თავს აცხადებს პრეზიდენტად, ამ ტრამპის ადმინისტრაცია და მისი ნასხლეტები არის ის, რაც ხდება საქართველოში და არის ის, რაც ხდებოდა ბატონებო, და აი გვარამიას ისენი და სააკაშვილის ის აგერ რომიტყვი გამონათქვამები და ეხლა უკვე როგორც სხვანაირად ჭიკჭიკებენ დღეს და ეხლა მე დარწმუნებული ვარ იმაში, აი მეწუნეთ იმაში დღეს რო რაღაცა სიტუაცია შეიცვალოს, გაიგე რუსეთთან მიმართებაში, გაიგე და რო დაუშვათ მართლაც სიღრმისეულად რუსეთთან გადადგას ნაბიჯი და აი всё მე მორჩა ქართველებს გიბრუნებთ იმას აფხაზეთსა სამაჩაბლო. ხო ვიღებ ჩემ სიტყვას რა უკან. უკან ვიღებ, ხო? ესენი გაიქცევენ პირველები ჩავლენ პუტინთან, პირველები ჩავლენ პუტინთან და რა სიტყვით შესაქმე ჩვენ გავაკეთეთო. კი, გაცნო. ჩვენო თელი აი ჩვენი მოღვაწეობა, პოლიტიკური მოღვაწეობა რაც კი დღეს საქართველოში არსებობთო, ამ და თელი ომები და ჩხუბები ქონდა ამასთან დაკავშირებით და ესო ჩვენ დავიყოლიეთ პუტინი და ჩვენ გავაკეთეთ. ქართული პოლიტიკის იცი რა არის? ქართულ პოლიტიკაში ყველაზე ცუდი რა არის, იცი? ქართული პოლიტიკაში იმდენი უზნეო ადამიანია და იმდენი რომელსაც ნამუსის სინდისი. არა, ქართულ პოლიტიკასაც არ ბოლომდე ჩვენ უმივაყენებ შეურაცხყოფას. არის ნაწილი აქეთ. არა, მე ქართულ პოლიტიკაში ნაწილს ვიძახი, ყველაზე ხო ვიძახი, ქართული პოლიტიკა ეგეთია მეტი. მე ვიძახი იმდენი. და ეს არ არის კიდე ქართული პოლიტიკა, რასაც მაგენი აკეთებენ. და საერთოდ პოლიტიკა რასაც მაგენი აკეთებენ. ბიჭო, მაშინ თუ არ არის პოლიტიკა და მაშინ არ უნდა იყოს პოლიტიკაში. ესენი უძახიან პოლიტიკას ამას. თუ არა, ეს აი მე გეტყვი ახლა
ეს არ არის პოლიტიკის ნაწილი, მათი მოქმედება, ეს არის პირდაპირ ნომრიანი აგენტების მოქმედება. დივერსანტების მოქმედება, რომლებსაც აქვს თავისი კონკრეტული ამოცანა. დავალებები ასრულებენ, მაგრამ შენ სახელმწიფო რა ხარ? შენ სახელმწიფო საფუნქციო. ეს სხვა საკითხია უკვე, გაიგე? როცა ამათ აპარპაშე და ამ დონეზე გიწყობენ გადატრიალებებს, იმეებს, ეს უზნეო ადამიანები ამას ვიძახი მე სხვა არაფერი და ქართული პოლიტიკის ნაწილი გახდა ეს უზნეო ადამიანები პოლიტიკაში. ხო, მაგრამ ესენი ასე მოაქვთ ამათ და ასე მიაქვთ ადამიანებამდე, რომ თითქოს და მათი ესეთი მოქმედება, რასაც ესენი ჩადიან დღეს საქართველოში და რასაც ესენი აკეთებენ დღეს ქვეყნის წინააღმდეგ, ხო, თითქოს ეს არის პოლიტიკის ნაწილი, გაიგე, მაგრამ ჩვენ ხო უნდა ვთქვათ საზოგადოებაში, ხო, ეს არ არის პოლიტიკის ნაწილი. არ არის პოლიტიკის ნაწილი. ეს არის ქვეყნის გრევის. ეს არის აგენტის მოქმედება. ქვეყნის გრევის საკითხი. რა თქმა უნდა. მონათ უნდა გაქციონ რომელიღაც სახელმწიფოსი და იმის დავალებები უნდა ასრულო, იმის შეკვეთები უნდა და რო ვიტყვიან ფულს ვინც გაძლევს მუსიკას ის უკვე თავს რო იღებენ ფულს. იმიტომ კი არ იღებენ ფულს, რომ საქართველოსთვის კარგი უნდა. საქართველოსთვის კარგი უნდა მარტო ქართველებს და საქართველოში მაცხოვრებლებს. აგენტურას არავის ქვეყნისას იმის კარგი არ უნდა. აგენტი ასრულებს იმ დავალებებს, რომელიც სადაც არის ვის ქვეყნის აგენტიც არის და ვინ ქვეყანასაც ემსახურება. ეხლა რო უყურებ დღევანდელი ოპოზიცია ქართულ საქმეს არ ემსახურება აგენტურა. იმ დავალებებს ასრულებენ იქიდან ეს არის ევროკავშირი და რო ვთქვათ კოლექტივ დასავლეთი, მაგრამ ეხლა დაფინანსება კიდე გამომეორებ, ეხლა დაფინანსება რო შეუწყდებათ ევროკავშირი მე მგონია იქ რო ჩავა ტრამპის წარმომადგენელი ისინი იქ ვით ცოტა ეროვნულ ნიადაგზე იყო იქაც ხალხი, აქ გამოვიდნენ ევროპარლამენტარები და რა საქართველოში რასაწყობთო, რატო რა ქვეყანა თავისი არა, იქ ბახა ევროკავშირის ევროპარლამენტარებიც არის, რომლებიც გვიჭერენ ჩვენ მხარს. ბევრი არიან ისინი, რომ არ უყვართ იმაზე აფასებენ სიტუაციას, ისე რომ შექმნილ სიტუაციას, ისე როგორიც არის, ხო? ხო, როგორიც არის, რომ ხალხმა იცავს თავის ქვეყნის ინტერესებს, თავის ქვეყნის ადათ-წესებს, თავის რელიგიას და რა გინდათ, თუ გვინდა რომ ვიყოთო კონდეს კაი ურთიერთობა საქართველოსთან. ჩვენ არავისთან არ გვინდა ცუდი ურთიერთობა, არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არც რუსეთთან, არც ჩვენ მეზობლებთან, დანარჩენ ქვეყნებთან, ყველასთან გვინდა მეგობრული და თანასწორი ურთიერთობა. იცით რა არის, ახლა ჩვენ მართავდნენ, თქვენ ახლა ჩვენ ესეთი პოლიტიკა უნდა დავიჭიროთ, ესეთი მიმართულებები უნდა ავიღოთ, რომ ჩვენ ბალანსი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ თვითონ ტერიტორიულად, გეოგრაფიულად, აი ისეთ ადგილზე ვართ განლაგებული ქვეყანა, სახელმწიფო, ისეთ მასში არის სიტუაციაში, რომ ჩვენ ბალანსირებული პოლიტიკა უნდა დავიჭიროთ. ეს მისაშია საქმე. ჩვენ გინდა არ გინდა, შენი მეზობელია რუსეთი. ეს ვერ გაექცევი ამას ამ რეალობას ვერ გაექცევი ამ ხელა რუსეთს ხო ვერ ჩამოიცილე. ვერ გაექცევი, გინდა არ გინდა შენი მეზობელია. ამიტომ შენ მასანაც მეზობლური ურთიერთობა მქონდეს. გაიგე ახლა ამერიკის შეერთებული შტატები არის ოკეან გადაღმა, საად როგორ ასადარო შენი მეზობელი არის, ხო? მაგრამ რაღაც გარკვეული პოლიტიკური და რაღაც გარკვეული პოლიტიკური ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გქონდეს, კი, ეს მეგობრული. და არა ისეთი როგორც მაგეთი გვეუბნებიან, კარნახობენ. თქვენ რა გონიათ, მეცუს მოიცადე. თქვენ რა გონიათ, ტრამპს არ ექნება პრეტენზიები, რომ არ იქა ტრამპი მოვიდა და გეშველაო? ეგრე არ არის. არ არის, ყველას თავისი ინტერესები. აბა რა, ეგრე არ არის. ტრამპი კი მოვიდა და ყოფა უტირა ლიბერალებს და ამას რაღაცა ქვია პიდარასებს, მაგრამ დანარჩენი სტრატეგიული თვალსაზრისით აბა ნახე რა პრეტენზიები ექნება, აბა რა პანამის არხზე აქვს პრეტენზიები. აგერ ირანი არის, გაიგე და ირანთან ახლა ცოტა სხვანაირადაა, გაიგე მდგომარეობა და ირანი როა და სასომხეთის უკვე შემოbrunება და რუსეთის წინააღმდეგ ეს შემთხვევითი კი არ არის, გაიგე ფაშინიანის ეს განცხადებები და ეს, გაიგე ეს უნდა სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ სასომხეთის ტერიტორია და საქართველოს ტერიტორია, გასმით და საქართველოს ტერიტორიიდან უნდა სასომხეთში შეიტანოს ის რაც ჭირდება მას ირანთან მიმართებაში. ეს მისაშია საქმე. აი ეს არის ყველაფერი, გაიგე და ამიტომ არის ეხლა რომ შეიძლება იქიდან გამომდინარე რომ ტრამპმა კი ბატონო ვიდაბერ დაუსვა წერტილი ამ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი იმას რა ქვია ლიდერებს, მაგრამ ამ კუთხით რა ინტერესებიც უკვე მას გააჩნია და წლებია და საუკუნეებია ირანთან მიმართებაში და სხვა დანარჩენ კიდევ ქვეყნებთან მიმართებაში აქ ინტერესები ყოველთვის ექნება, გაიგე და ამიტომ ამ კუთხით საქართველოსთან მაგას რაღაც პრეტენზიები ექნება. პრეტენზიები შეიძლება გქონდეს, მაგრამ ახლა ერთი რამეა რა. გინდა საქართველოს გავლით იარაღი რო შეიტანოს და კიდე საქართველოს შემოიტანო.
ამას არ დაუშვებენ. შენი მეზობელი დიდი შენ გაპატიებენ მაგას შენ გონია? ვერავინ ვერ გაპატიებს, მაგას რუსეთი არ დაუშვებს. რა თქმა უნდა. ამას პირველი რუსეთი არ რა დაუშვებს. თქმა უნდა, კაცო, მაგრამ ხო უნდა ამას ეს გააკეთო. თან მეორე რამე, ახლა უკვე სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოწერილი აქვს რუსეთს და ირანს ხელი ერთმანეთთან. ხო, აი. უკვე მოაწერეს. ეხლა შენ ამერიკას ის უნდა რომ აქ რაღაცა გაანლაგოს და სასონხეთი გამოიყენოს და საქართველოს ირანის წინააღმდეგ ეს არ გამოვა. ვა გეგმაში. ჩათვალე რომ იგივე უკრაინიზაცია მოხდება ჩვენი. ეგ გეგმაში აქვს მათ, გაიგე. აქ მაგრამ რამდენად გამოვა არ გამოვა ეს არ ვიცი ჩვენ. გეგმაში ტრამპი როცა იყო პრეზიდენტი, თავი იმაში როდესაც იყო თავისუფლად პრეზიდენტი, ხო? მაშინას ირანთან ხო ხედავ როგორი დაპირისპირება ქონდა და როგორი უსედი ქონდა გინაერად და გინა ჩინეთთან, ხო? და ეს მოდი. ეხლაც არის ჩინეთი და ირანი. ხო, ეს მოდდებთ მათ ისტორიულად, კაცო და მოდდებთ მათ და ყოველთვის ტრამპი იქნება თუ ის იქნება, რა ქვია, ბაიდენი იქნება თუ ვინც იქნება ირანთან, ჩინეთთან და სხვა დანარჩენ ქვეყნებთან, სადაც მაგათ თავიანთი ინტერესები აქვს, გაიგე? ყოველთვის იქნება იმ რეჟიმში და აღმოსავლეთი აქ ომი კი ბატონო დროებითი სიმშვიდე ჩამოვარდა არა ეს ასე ნუ ვიტყვით ასე ჩვენ რომ არიქა ტრამპი მოვიდა და გვიშველა არა გვეშველა ვერავინ ვერ ტრამპი მოვიდა იმ კუთხით ტრამპი მოვიდა და უბრალოდ ცოტა რაღაცა შემსუბუქდა სიტუაცია იმ კუთხით რომ ეს ჭინკები და ეს სატანისტები აღარ მოქმედებენ ესე ორგანიზებულად და ესე ეფექტურად არ ვიცით რა საქართველოს კიდე ახლა რაც გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები და რას მოსწოს კიდე საქართველოს. რა პრეტენზიებს დაგვიყენებს ჩვენ კიდევ? ხო. ეგ რა თქმა უნდა. LGBT პრეტენზიები შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ აქ იყოს სხვა პრეტენზიები. სხვა იქნება, კი ბატონო. სხვა იქნება, აუცილებლად იქნება. ეხლა რა არის იცი? მაგრამ ჩვენ ხო უნდა გავითვალისწინოთ მეზობლებიც ამ. კი ბატონო, აუცილებელია, მის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. შენ ეგრეა საერთოდ ეს. სანამ საქართველოში ვინმე შემოვა და რამე ჩამოვა, აგერ რუსეთია ბიჭო. და ეგრევე დაარტყავს იმას, ჯერ იმას დაარტყავს, მე ჩვენ დაგვარტყავს. ეხლა მაგის გარდა კიდევ ეხლა ნახეთ რა ხდება კაცო ეხლა რუსეთის გომიდან გაჩერება უკრაინის საკითხსაც მე ძნელად მიმაჩნია არა არ გაჩერდება რუსეთს სანამ დასახულ მიზანზე არ მივა სანამ დასახულ მიზანზე არ მივა ერთი სამი თვე მაინც ჭირდება რუსეთს ამ დასახული მიზნამდე მისვლა ეხლა რა არის ისი გააჩნია როგორი დაუშვათ როგორი აღჭურვილობა და როგორი ლოჯისტიკა ექნება უკრაინის ჯარების არ გეგონოს ახლა უკრაინის ჯარებმა საკმაოდ ეხლა დიდი ის მიიღეს გამოცდილება ამ საომარ მოქმედებებში ხო კი, მაგრამ უკვე ხალხიც აღარ ყავს. ეს სხვა ეს კადრებიც ჯარისკაცი აღარ ყავს და კადრის ოფიცერები. ეს სხვა თემა არის უკვე. ეხლა ამ უცხოელებსაც აღარ უნდა ჩასვლა, რამდენი ჩავიდნენ ვიღაცები, ზოგი ტყვეთ აიყვანეს, ზოგი კიდე იქვე ჩახოცეს იმ. ადამიანური რესურსი აღარ გააჩნია. ადამიანური რესურსი აღარ არის უკრაინაში. იქ რო დააწიონ ახლა 18 წლამდე გაწევა. დაწევენ. უკრაინაში აირევა სიტუაცია თვითონ ზელენსკის აირევაში. ეხლა რა არის იცი ამ უკრაინასაც ეხლა ტრამპა ხო თქვა გაწვა. თვითონ დეპუტატები იძახიან უკრაინის რადის. უკვე მოიცილასავეთ უკრაინა, იმიტომ რომ ევროპას დაავალა, პირდაპირ მეტი თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ მეტი. ხო, ჩვენ 700 მილიარდი გვაქვს. ჩვენ რატო უნდა გადაიხადოთ? ხო, ესეც სხვა ის, მაგრამ ეხლა ნახეთ, აქაც შევხედოთ იმ კუთხით, რომ აი ტრამპმა მოკლედ სამთვიანი ის გამოაცხადა რა, მორატორიუმი, ხო? ამ არასამთავრობო სექტორის მიმართებაში მარტო ჩვენთან კი საქართველოს. მთელ სოფლიოში, ეხლა რას ნიშნავს ეს? რატომ დაუშვათ გამოაცხადა სამთვიანი ისა შეზღუდვა, რომ 3 თვის განმავლობაში არ მიეცემა არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას კაპიკი, არც ერთ აბსოლუტურად. რატომ რასია საქმე რა დაინახა ტრამპ ამაში? და რატო გააკეთეს და რატო განადგეს ნაბიჯები რომ 3 თვის განმავლობაში მთელ სოფლიოში ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეუჩერდება და ისა დაფინანსებები ბატონზაზა. იმიტომ რომ ეს დაფინანსებები და იმ ტრამპა და ვინც ყავს ახლა თავის გუნდში, თქვენს ეს არ მიდიოდა რა იმ მიზნებისთვის, რაზეც იყო გამოყოფილი ეს თანხები, არ თქვენ იმ ქვეყნებს თავდებოდა პირიქით. იმ ქვეყნებში უფრო აერიათ კიდე სიტუაციები ამ LGBT პროპაგანდის შეტანები ყველგან ხო შეიტანეს პირველი ყველა ქვეყანაში თითქმის ეს შეიტანეს და მიხვდეთ რომ ამით ამერიკა დაზარალდა თვითონ ამერიკელები დაზარალდა თვითონ ამერიკელები დაზარალდა იქაური მაცხოვრებლები დაზარალდა თვითონ ამერიკელები დაზარალდა სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ხო იძახეს დიადი უნდა გავხადო ამერიკა რომ ამერიკას ყველა პატივსცემდეს ყველა კეთილად ეპყრობოდეს და რაღაც ამას ეს ძალიან დიდი საქმეა ეხლა რა სიტყვებით ადვილია მაგრამ გასაკეთებლად ძალიან ძნელია რა ტრამპის ეხლა იყო 45 პრეზიდენტი იყო რო აირჩიეს ტრამპი და ეხლა გახდა 47 პრეზიდენტი ორჯერ გავიდა ეს ამერიკის ისტორიაში კიდე ერთი იყო ეგრე გასული პრეზიდენტი მეორე ტრამპია მაგრამ საერთოდ ძნელი საქმეა გასაკეთებელი ეხლა თავარი ეხლა ტრამპს მოსაგვარებელი აქვს რუსეთი
არა და რუსეთის პარტნიორები არიან. ჩინეთიც და ირანიც. კი. ეხლა მოდი როგორ გინდა ეხლა რუსეთი არ არის რომ იგატოვოს გაჭირვებაში. მარტო არ დატოვებს. ან ეს ქვეყნები უნდა დაჯდნენ და დაილაპარაკონ? თავის სტრატეგიულ პარტნიორებს არ დატოვებს მარტო. არ დატოვებს. კი ბატონო. იმიტომ რომ როცა რუსეთს გადაუკეთეს თელი კისლაროდები და სანქციები დაადეს და თელი ამბავში იყო ჩინეთმა, ირანმა, იმემა მოუმართეს ხელი ჩრდილოეთ კორეამ და რაღაცეებში. კი, დაუდგენ. დაუდგენ რა, ინდოეთი დადგა კიდე გვერდში რაღაცეები და ეხლა მოძლია და რუსეთი. რუსეთი ეხლა გაძლიერებულია. უბრალოდ რასაც იმას აძლევდა გაზ ევროპას, აგერ ჩინეთს მიაქვს იმაზე მეტი. რა მნიშვნელობა აქვს? ფას. თან ულევი აქვს ეგ გაზი. კი. ამერიკაზე ჯერ ხარისხითო იძახიან რომ ისეთი არ არის როგორც უნდა იყოსო. როგორც რუსულია და დანარჩენ სხვა ქვეყნების და მეორე ესე რომ ძალიან ძვირი ჯდება. კი. ამ ეკონომიკას წევს ევროპის ეკონომიკას. ზუსტად რუსეთის ენერგომატარებლების გაქრობა ევროპიდან გამოიწვევს მთელ რიგ პროცესებს. არა, რაღაც გარკვეული ნაწილი რომ გაქვს რა დღეს ჩავარდა ევროპა ხო ხედა? ეხლაც როგორია? ეხლა ეუნება იქიდან შემოგიყვანო, რუსეთი ეუნება, კაცო. მაგრამ უნგრეთი მიხვდა რომ რუსეთის გაზის გარეშე თავის ქვეყანას ვერ იმას იზრდება. კი, სლოვაკეთსაც პრობლემაა. სლოვაკეთსაც მოლდავეთი რა მდგომარეობაში ხო? მოლდავეთი რა მდგომარეობაში, ისინი ვერ იღებენ გაზს, ესენი ვერ იღებენ. საიდან უნდა მიიღონ, როგორ უნდა მიიღონ? ნახე ახლა ბატონო ზაზა, ხა ტრამპა გასაგებია რამოდენიმე კანონს მოაწერა, რამოდენიმე თითქმის ისეთ 200 კანონს მოაწერა. 200 კანონს მოაწერა ხელი და მათ შორის მან პირდაპირ განაცხადა კაცო და პირდაპირ აი ღია ომი გამოუცხადა იარაღით მოვაჭრე იმას კანტორებს და ნარკო იმას კარტერებს. მექსიკაში. ეს ორი დიდი მსხვილი, ესე იგი რომ მეტყვი გიგანტი მოვაჭრეები, იარაღი და ნარკოტიკები, რომ მთელ მსოფლიოში არის ეს მოდებული, ხო? კი, კაცო. ხო, მაგრამ ბიჭო, მაგასთან ომი ეხლა არ არის სახუბარო, აი, ეგ რაშია საქმე. იქ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ნუ საგანგებო იქ ნარკოკატარებთან, ნარკოიმათთან ავიბრძოლოო და ჯარს გამოიყენებს მას წინააღმდეგ, მაგრამ მეორე კუთხეს გეუნები. ამერიკამაც ხო გამოიყენა ერთხელ ნარკოკატარები კოლუმბიაში. ხო, კი, მაგრამ ახლა ამ ორ დიდ ესე იგი რომ მეტყვი აი სერიოზულ მაფიოზულ დაჯგუფებებთან სერიოზულთან რომლებსაც ჯერჯერობით მომრევი არ აყავთ, კაიგე? არ აყავთ მომრევი, ხო? და ამ ადამიანმა რომ გადადგეს ნაბიჯები და ამ ნაბიჯების გადადგმამდე აუცილებლად ექნებოდა რაღაც ეს რისკებიც ექნებოდა გათვლილი, ხო? ეს მარტო თითო ხوار წარმოგე გუნდთან ერთად გადაწყვიტა. გასაგები მაგრამ ბიჭო, აქ რისკებია, რამხელა რისკებია შენ იცი? გათვლილი ექნებათ ეს რისკები. მარტო ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები ამასთან ბრძოლას ვერ გაართებს თავს, კაიგე რაშია საქმე. მეგეუნები შეიძლება კი რაღაცა ცოცხალი ძალა შეიყვანოს, მაგრამ უსაფრთხოების კუთხით, მისი უსაფრთხოების კუთხით, ხო? აქ ძალიან სერიოზულად დგას ეს საკითხი, კაიგე? და ხო იცნო ისინი ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერს აბსოლუტურად. მილიარდებს ატრიალებენ ახლა ესენი და ამ ბიზნესს დაკარგავენ. და ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ. თუ ტრამპი პირდაპირ წავიდა, ესე იგი და გადადგა და პირდაპირ დაეტაკა ამ ორ დიდ წავიდა შეტევაზე. ხო, შეტევაზე გადავიდა, დაეტაკა ამ ორ დიდ, ესე იგი მაფიურ კლანებს, ჩათვალო იქიდანაც იქნება ადეკვატური პასუხები. ბიჭო, ბატონ ტრესთან იცი რა არის? ეს კლანები ხო, ამ კლანებსაც ხო სპეცსამსახურები ესე რომ დავარქვათ. ხო ისინი აკონტროლებენ და სახელმწიფო აკონტროლებს ამ კლანებს. არის, მაგრამ ახლა მეტი წილი სახელმწიფოსთან არის შეკრული, ისე ვერ გააკეთებ. სპეცსამსახურთან რო არ იყო, ვერც ნარკოტიკს, ვერც იარაღის ვაჭრობას ვერ განახორციელებ. გეთანხმებით. არ შეიძლება, როგორ შეიძლება? მათი კონტროლის ქვეშაა ყველაფერი. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის სახელმწიფოს ქვეშ და თუ ეს სახელმწიფოები დაჯდებიან, სადაც ეს ხდება და მოილაპარაკებენ, მაშინ ყველაფერი მოგვარდება. არა, ნუ ახლა მაშინ ტრამპმა უნდა წაიღოს თავის სიტყვები უკან და მოლაპარაკება. თუ დაელაპარაკება და ის სახელმწიფო გადაწყვეტს. შეთანხმება იმას ნიშნავს, გაიგე რომ ესე იგი უნდა ჩაერთოს ამ პროცესებში, ხო? კი. ჩაერთოს ამ პროცესებში საკუთხით. რომ განაგრძონ ამათმა უკვე თავიანთი ეს შავბნელი საქმეების კეთება და ამის თანამონაწილე გახდეს ტრამპი? ხო, ესე გამოვა, თუ ვერ შეასრულებს სიტყვას, ეს ამხელა წინ დახვდება, იცი, რამხელა ის იქნება, ეგრევე აუყვირდებიან ეს დემოკრატები, ეხლა კი არიან ჩაჩუმებული წაგებული. არ არის ჩაჩუმებულები, არ გეგონა. არა, მე ვიძახი სიტყვაზე ვიძახი რა. ისინი ჩასაფრებულები არიან ყველა კუთხე. ჩასაფრებულები არიან, ხო, ჩაჩუმებულებს მაგას ვიძახი რა. და როგორც კი იმან ვერ გააკეთებს მაგ რაღაცებს, შეპირებებს, ხო? ეგრევე წამოყოფენ თავს.
ბევრ რამეებზე წამოყვებენ თავებს. ბევრი დამარხული, ბევრი კიდევ პრობლემები დაუტოვეს ტრამპს, იქ. ძალიან ბევრი პრობლემები დაუტოვეს. დიდი ძალიან ბევრი პრობლემები დაუტოვეს. და მაგრამ ამ პრობლემები იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ახლა ტრამპი ნახე დარტყმის წინაშე. ეს არასამთავრობოების დაფინანსებები რო ხდებოდა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში და თქვენ რა გონიათ ახლა მანდ ინტერესები არ იყო იმათი, ვინც აფინანსებდა? ატკატები მიდიოდა და ყველაფერი კეთდებოდა. კორუფცია იყო კაცო ესე. კი ბატონო, თან სერიოზულ დონეზე იყო კორუფცია. გამდიდრეს არასამთავრობოები და თვითონაც გამდიდრდნენ. ხო და ამათანაც დატაკებას არ იქნება ადვილი, აი ეგ რა შეესაქმე. იქ ისეთი თავები მოიწვია, მაგრამ ისეთი ხალხი დაიყენა გვერდში ტრამპმა. დიახ. დაჟე მილიარდელებიც აყავს თავის გუნდში რა. კი, გაწყავს, როგორ არა. ყავს. როგორ არა ყავს. რომ მე მგონია, რომ ეს ყველაფერი დათვლილია და გათვლილია რა. აი დაველოდო და უცებ მივხვდებით, აი თუ სახელმწიფოებთან არ დაალაგდა სიტუაციები ამერიკამ, გინდა მექსიკასთან, გინდა კოლუმბიასთან, და თავის ჯერ იმასთან, გინდა კანადა, იმასთან არ დაალაგდა, ეგრე ვერ მოსწონს, ვერც ვიარაღეთ ვაჭრობას, ვერც ნარკოტიკს. როცა სახელმწიფო მე და შენ, ჩვენ და შენ მოვრიგდებით, აი ვიცით რომ ეს კაცი კარტელის წარმომადგენელია, ეს არის და უნდა всё გადავწყვიტეთ, რომ ეს აღარ უნდა იყოს ეს კარტელი და ეს ხალხი. ამას სახელმწიფო გააკეთებს რა. ხო, მაგრამ ახლა მექსიკასთან მექსიკისა მაგათი ურთიერთობა თქვენ ჩვენ ხო გაგადვიცით? ხო. ამ მიმართულებით როგორ არის და რა ხო, ვიცით, მაგრამ ეხლა ტრამპიც იმას ხდება რა, რომ ეს ნარკოკარტელები, ეხლა ეს გასაღების ბაზარი ყველაზე ახლო მაინც ამერიკაა. 300 მილიონი კაცი ცხოვრობს ამერიკაში და გასაღების ბაზარი მექსიკასთან ნარკოტიკი თან მაინც დაპირისპირებული მხარეა, კაცო. ტეხასი იქით იყო, აგერ ამისი გახდა ამერიკის და ეხლა ხო იცი ესენი არ იკარგება მაინც წლები გავა თუ საუკუნე გავა თუ საუკუნე ახავარი 2 საუკუნე მაინც ეხლა ეგრეა რა. გინდა აფხაზეთი ავიღოთ ჩვენ ეხლა რაც არ უნდა იყვირონო ჩვენ ვიღაც ის არის არა ეს ქართული მიწაა და ჩვენი ტერიტორია ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც. ეს ქართული ეხლა მაგის არა მაგან ახლა ისეთი არ მე მას კი არ ვამბობ რომ მაგან ისეთი სწორი მიმართულებები აერჩია გაიგე და ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისეთი რომ ვიტყვი ბრძოლა გამოაცხადა ეს არის ინტერესები რა თუ მარტო ამერიკის შეერთებულ შტატების არა მსოფლიო ქვეყნების ინტერესები არის ეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ხო იარაღის კონტრაბანდის მოაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლა ეს LGBT თემის წინააღმდეგ ბრძოლა არანაკლები კლანები აქვს LGBT თემის წინას არანაკლები დაფინანსები გააჩნია დიდი ფინანსებია მაგრამ მოკლედ ეს ისეთ იმას დაეტაკა ეხლა კლანებს და ისეთ მაფიოზურ იმას დაეტაკა დაჯგუფებებს რომლებსაც სერიოზული ფულები აქვს სერიოზული დაფინანსებები აქვს ხო და ეს დაფინანსებები ეხლა ამ შემთხვევაში თუ კი ტრამპი ახლა მაგათ ხო საბანკო ანგარიშები აქვს ყველაფერი აქვს კაცო და როგორც ახლა დაუშვათ მოახდინეს და დაასანქციონეს რუსები და რუსეთი და ინდივიდუალურ პირებს გაუყინეს ანგარიშები ხო გაუყინეს ანგარიშები და ამის აფუძველზე ხო შეაჩერეს ეს რაღაც გარკვეული ისინი შესაძლებელი არის ეს მექანიზმის გამოიყენოს გაიგე მან რომ თვითონ ყველა მექანიზმი გამოიყენებს რაც შეიძლება დააყადაღებს და იმას სანქციებსაც დაუწესებს და თუ დაშიდა ჯარით ახლა ჩვენთან ხო ხედავ რა გერა ჩვენი ისინი რა ქვია ჩვენი კი არა და ჭინკები ეს საქართველოში პორტირებული და დესანტირებული ჭინკები როგორ უკვე აკაკანდენ და ცუდ დღეს ჩავარდნენ და რა დღეში არიან და თავისას ვეღარ იკაებენ უკვე და აი თავიანთი აგრესიას აქვს უკვე ჟურნალისტებთან და როცა ჟურნალისტი ეკითხება გენდერზე და თქვენ ახცეს ეხლა და იმაზე სქესი ეკითხება ხო რამდენი სქესი არისო განარიცის იცის რამდენი სქესია მაგრამ პასუხს არ აცემს რატო იმიტომ რომ ის არის სწორედ ხელი რო აქვს მოწერილი LGBT თემების დაცვაზე მემორანდუმზე რომ იმან გახსოვს ბაიდენი რო აირჩიეს როგორ რა თქვა ჩვენ რომ მივიღეთო ესო გენდერების და იმისო ყველა ქვეყანაში უნდა გავრცელდესო და როგორ უცებ აიტაცეს საქართველოს გააკეთეს ხო და ახლა რომ ორი გენდერი არის ორია ნახეთ ახლა მეგობრებო ესე იგი აი ესეთი დღეში არიან ახლა საქართველოში ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები ჭინკები ეს სექტანტები და ეს გათახსირებული ლიბერალები და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ნახეთ აი გახარიას პარტიის წევრი რა დღეში აგდებს ჟურნალისტს რომ თავს იკლავს და არცემს პასუხს და პირიქით მოუწოდებს დარბაზიდან გააზევეთო ნახეთ აი ეს უსინდისო კაცი დასაკეთებს ზრდილობა გააქვს ამისთვის არ ვართ მეთქი შეკრებილი აქ რომ სქესთან დაკავშირებით გესაუბროთ ეხლა რამდენი სქესი არ ვიცი
თქვენ რა უნდა გაგცეთ საერთოდ? თქვენ არ გილაპარაკებით საერთოდ. ეკა გაიყვანე ეს ქალბატონი ხა დროზე. ეს ქალბატონი ხა გაიყვანე. იმედის წარმომადგენელი გაიყვანე ოფისიდან. არ დავინახოთ, უზრდელს რესპონდენტს არ ელაპარაკებიან. თუმცა და გაბძანდით ახლა აქ არ დაგინახოთ. არ დაგინახოთ. არ დაგინახოთ, ახ თქვენს ვიბძანდით. ოპერატორის გაბძანდით. შემდეგი და ეს არ არის ძალადობა, ეთი გეკითხე ბატონო ზაზა. რომ გაიყვანეთ, გააგდეთ ჟურნალისტიო. და ეს არის დემოკრატია, ჟურნალისტის ზეუნება გააგდეთ. ხო, გააგდეთ. ეს არ არის ძალადობა? ეს ეხლა ჩვენ რო გავაკეთოთ, მაგი ხო ატყდება თელი ამბები, რომ ეს რა გააკეთეს, კაცო, ნახეთ რა უხდეს ჟურნალისტებსო და თელი ეს რა ქვია, თელი ვითომ ოპოზიცია, თელი ამათი ეს ისინი აგენტურა აყვირდება. ტელე-ბორდერები, გაიგე ეს ისინი, ტვპ. ეხლა იმან რო გააგდოს. გაიგე, აეთამარს ატეხავენ. ერთი ოცნებამ რო ვიღაცა გააგდოს თავის პრეს კონფერენციაზე ერთ-ერთი არა აქვს მნიშვნელობა ის ჟურნალისტი იქნება რომელი ტელეკომპანიის რომელიც ასენი ხო გაგიჟდენ აბა დემოკრატია საფრთხეშია და წერილიზე დაიწერება ერვა პოსტით გაისხდება არა მე რა მინდა ვთქვა ესენი ნახეთ ახლა ეს ორი დღეა უკვე ესენი არიან არაადეკვატურები უკვე არაადეკვატურები არიან ეს მიზაშია ეს იცი როგორი სიტუაცია რატომ იცი იმიტომ რომ იქ რომ მოვიდა ეს ტრამპი ხო მე კიდევ იმეორე თუ კიდევ დაუბრუნდები იმას რომ ტრამპა ეს ამ მიმართულებით ძალიან კარგი ნაბიჯები გადადგა და სერიოზული დარტყმა გაუკეთა მათ მაგრამ არის მიმართულებები რომელი მიმართულებითაც ჩვენ გვექნება რაღაც გარკვეული პრობლემები გაიგე და რაღაცები იქნება მაგრამ აი ესენი ასე უცებ როგორ გახდნენ არაადეკვატურები ნახეთ ესენი როგორი აგრესიულები გახდნენ ასე უცებ გაიგე და ვეღარ მალავენ იმ სიძულვილის ვეღარ მალავენ და რო კითხო ახლა ამათ ხო რო კითხო და იმ ამომრჩეველ შოუნები კიდევ ვინაც აირჩი და ვინაც ხვინებაც ხმები მიეცით აი ხომ ხედავთ აი რა აგრესიული ადამიანები არიან და რა ბინძური ადამიანები არიან და როგორი უსამშობლო ადამიანები არიან როგორ არ უნდა გიყვანდეს შენი ქვეყანა და როგორ არ უნდა გიყვანდეს შენი ქვეყანაში ის ადამიანები და ის ხალხი რომლებიც ადამიანად აზროვნებენ და ნორმალურად აზროვნებენ და შენ როგორ ბიჭო შენ პრეტენზიები გაქვს იმაზე პოლიტიკაში მოსვლაზე და გაქვს იმ ქვეყანაში რომელი ქვეყანაც არის ქრისტიანული მართლმადიდებელი ქვეყანა წმინდა მარიამის წინხოთი ქვეყანა არის და არის ამ ტრადიციებით მატარებელი ქვეყანა და შენ თავს იკლავ და არცენ პასუხს ამდენი სქესი არსებობს გაიგე ამაზე ანუ შენ თვითონ ახარ აი მაგ ტრადიციების მატარებელი ადამიანი მაგ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანი ხარ გაიგე შენ თვითონ ახარ მაგნალი შენ თვითონ ახარ მაგნალი და მე გამოდიხარ ხალხსევნები რომ მე ვარ ეროვნული ადამიანიო გაიგე მე მიყვარ ჩემი ქვეყანაო ვისაც ჯანდაბად ჭირდები შენ აქ ამ ქვეყანაში გაიგე შენ გათახსირებულო წაბილწულო და უსინდისო ადამიანო ვის ჭირდები შენ მაგითი კაცო შენი ბინძური იდეოლოგია წელი იცავდნენ ამ LGBT საზოგადოებას და ამ გენდერს და იძახოდნენ და გაქონდათ და უმაღლეს სასწავლებელში და იმაში შევიდა ყველგან სკოლებში და ყველგან უნდათ და მოედოდა ხალხს წინს უტრიალებდნენ და ეხლა როგორ იტყვიან მაგას ეხლა მაგას როგორ იტყვიან ვეღარ ამბობენ გამიგე ისე გაუძათ სიცხორში ეს გენდერი თვითონ რა სიცხორშია გამდერი ვეღარ ამბობენ რა თქვა მე იცი რა მახსენდება ეხლა აი ჩაყუჟულები რო არიან და ესე რო არიან 2012 წელი რა 1 ოქტომბერი რომ გამოცხადა რომ გაიმარჯვა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ და რომ დაიდნენ და ვეღარ გამოდიოდნენ ვერაფერი სალაპარაკო რო არ ქონდათ რამოდენიმე თვის მანძილზე თვითონ რო იზემეს წინასა გამარჯვება თვითონ როგორ იზემეს წინასა გამარჯვება ხო და მე თქვენს რუსული ის არისო რუსული აჩერნები ჩატარდა დაამტკიცა თელმა ვინც კომპეტენტური იყო რომ აქ ორჯერ ერთი და იგივე იმითი ხმას ვერ მისცემდი რა ბატონო ზაზა ჩვენ ახლა რა არის იცი კი გასაგებია ნუ ტრამპმა ეს პროცესი შეაჩერა და რაღაც გარკვეული ჩვენი ქვეყანა გვაქვს მისახედი მომისინი ახლა რა უნდა გითხრათ ნახეთ და რა ძალიან ტრამპი არ გვიშველებს ჩვენ აქტუალ მიუშველეთ ხო რაც მდგომარეობაში ვართ ნახეთ ახლა ჩვენ ეს ყველაფერი რაც ახლა ამათი დანატოვარი როგორც ბაიდენმა დატოვა აი პრობლემები ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალოგიური პრობლემები ჩვენ აქ საქართველოში ხო იგივე პრობლემები არის ის პოლიტიკური პარტიები რომლებიც აგერ დღეს ეგრეთ წოდებული არ არის პოლიტიკური პარტიები ეს ხაზარაძე და ეს ხაზარაძის მიმდევარი კუდიანები გაიგე ეს ყველა ისინი სექტანტები არ არის ეს ისა რა ქვია რომ ეთქვი სახარბიელო ადამიანს როგორ უნდა შენ დაიჯერო იმ ადამიანს რომელმა ადამიანმაც ქვეყანაში მაცხოვრებლებს ყოფა უთია სახარი ჩამოართვეს გაიგე და გაატყავეს ხალხი ხო
ხო და დღეს ახლა ეს ადამიანი ამბობს აგერ რომ მე ჩემი ქვეყანა უნდა ვიხსნა. მე ის ქონება საწავიდა. ამის გარდა კიდევ ახლა დასავლეთში. ხო, ამის გარდა კიდევ ახლა ადამიანი რომელიც იმას LGBT იმას ღონისძიებებს აფინანსებდა, ხო? რაღაც გარკვეული ღონისძიებები იყო, ხო? საღამოებს აფინანსებდა და რაღაცებს, ხო? ბიჭო, მე კიდევ ეს ბავშვები, რომელი ბავშვები ჩვენ, აი ეს ბავშვები, რომელი ბავშვები ჩვენ რუსთაველზე მივიღეთ, კაცო. ეს გადასარჩენია ეს ბავშვები, ხო? ამიტომ ვიმეორებ, რომ ჩვენ არა ვართ კარგ მდგომარეობაში. ეს არ არის კარგი. ეს არ არის ნორმალური ჩვენ ქვეყნისთვის და ეს არის კატასტროფა დღეს ჩვენ ქვეყანაში, ხო? და ეს არის დანაშაული, სწორედ, იგი რაც გააკეთეს აი ამ დღემდე, აი ამ უსამშობლო ადამიანებმა, ხო? ამ იდეოლოგიით აზარდეს ეს ბავშვები და ამ ბავშვებმა არ იციან, კაცო, საიდან იციან, საქართველოს ისტორია მაგათ არ იციან, აი აბსოლუტურად ის წარსული მაგათ არ იციან და მარტო დღევანდელი ცხოვრებით ამყოფეს ეს ბავშვები და თავში ჩაუდვეს რაღაც ბინძური იდეოლოგია, ხო? ამისათვის არის საჭირო ბრძოლა ახლა. ბატონო ტრისთან, ერთი რაღაცა იმდენს უყურებდი აჭარის ტელევიზიას და რექტორს იცავდნენ რა. კი. და ბიჭო, იცი რა ვერ გავიგე მე კაცო. სახელმწიფო უნივერსიტეტია შოთა რუსთავის სახელმწიფო. იქ სახელმწიფომ უნდა დანიშნოს რექტორი. აკადემიური საბჭო იცი. აკადემიური საბჭო უნდა იყოს არჩეული, მაგრამ რექტორი უნდა დანიშნოს სახელმწიფო. აკადემიური საბჭო ვიცი რას წარმოადგენს, იმას შეიძლება როგორი სწავლება უნდა იყოს ის განსაზღვროს რაღაცები, მაგრამ იმენა სახელმწიფოში შენი უნივერსიტეტი თუ არის და სახელმწიფო მეუხდი ხელფას. მაგრამ ყველაფერი უკუმა გააკეთეს. ხო, ყველაფერი იცი როგორ სტუდენტი იძახის ეს არ მოსწონს ეს რექტორი. შენ სტუდენტურ მმართველობაში ვინც გინდა ის აერჩიე. სადაც სტუდენტურ მმართველობაში არ ჩაერევა სახელმწიფო ვინ აერჩიო. თქვენ აერჩიეთ სტუდენტებს საღად აღარ არის სტუდენტი, ბატონო, სად არის სტუდენტი? სტუდენტი არის დღეს არის პოლიტიზირებული, ყველა საზოგადოება პოლიტიზირებული ინსტიტუტები არის პოლიტიზირებული, სკოლები და ყველაფერი პოლიტიზირებული. და ესა ბაღებიც კი პოლიტიზირებული გახადეს, ბაღებიც, ბავშვთა ბაღებიც. ხო, აბა იქ თვითონ პედაგოგები, ბაღის გამგეები. ბიჭო, ყველანი აბსოლუტურად, სულ ყველანი არიან აი ამ ბინძური იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, გაიგე? და ეს ბინძური იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, რომლებიც დამატებით ფინანსდებოდნენ სწორედ აი ამ NGO-ებიდან, გაიგე? მაგრამ ეხლა უკვე ჩამოეწევათ ეს თანხები. ნახე ახლა რა მოხდა? აგერ ახლა ბიძინა ივანიშვილის, ხო ბიძინა ივანიშვილმა მოკლედ ვისაც ჩააცვა, გაიგე და ვისაც აჭამა და ვინც გამოკვება, ყველა წინ გადაუდგა და ყველა მუღალატა და ყველა მზუგში ხანჯალი ჩაარჭო ესე, გაიგე და ახლა ეს რო არის, აგერ კიდო რა გვარი არის ეს ადვოკატი, ისა რა ქვია, გიორგი ბაჩიაშვილი, ხო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. თურმე ბიჭო ეს ფულები უპარია ბიძინასთვის, გაიგე? ხო, ვიცი, გავიგე. ეს თელი კრიპტოვალიუტა დაისენი, გაიგე და ახლა ამათ აფინანსებს. და ამ ფულებით, ბიძინას ფულებით აფინანსებდა ამ აქციას, გაიგე? ამ აქციებს და მეო აფინანსებდიო იქო. არა, მარტო მაგი არ აფინანსებდა, ერთ-ერთი მოდამფინანსებელი. კი ბატონო, ხო, აი ბიძინა. იმიტომ ვიძახოდი დიდი ფული ტრიალებს მე. ბიძინას წინააღმდეგ აგორებული ეს მთელი ემხელა უზარმაზარი რომ მეტყვი მახინა რომელიც მოქმედებდა და მიზანი მართულად ებრძოდა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ბიზნეს ფულებით ყოფილა სულ თურმე წარმედგინე ეს ბიჭო ეს ბაჩიაშვილი აბა თქვა აღიარა გასო მე ვაფინანსებდიო ფონდები მაქვს შექმნილიო ბიზნეს ფულებით აქვს ფონდები შექმნილი პარა ამ კაც ფულები გაიგე ხო და ეს როგორ მოხდა ბიზნეს რომ მაგამ ხო გაიგე კაცო აი ხო უნდა ესე იგი არც ხვენია ხო არა ეს ხო გარეწარი და არამზადა არის გაიგე კაცმა როც მოეპარა არც უნდა აიღიარებინა კაცო ჯერ რატო უნდა იკადრო ჯერ არ უნდა იკადრო რატო უნდა იკადრო კაცი გეძმა კაცება კაცი ძმა კაცმა გენდო ადამიანი გენდო მეგობრად ჩავთვალა ძმა კაცად ჩავთვალა და მოუპარა გვერდში დაგიყენა კაცო გაიგე და კაცად გაქცია ბიჭო და რა ვიცი არ გაგდა არაფერი ისმის აშია საქმე რა სულში რო გაქვს ის სიბინძურე გაიგე სულში აი რაც აგაკ შენ სულში ხო ის გეკნება მთელი ცხოვრება აი იმიტომ იყო კაი ქუჩა მაგრამ ეს კაცს არ პატრიოტია და საღაიცია რა მაგის ქუჩა იმიტომ იყო ის ქუჩის კანონები კარგი რაღაც დრო ისე გარის კაცო იმიტომ რომ კაცობა ისწავლებოდა რომ ეს არაფერი აღარ არის მაგარი ჩვენ ბავშვობაში კაცო ბავშვობაში გახსოვთ ისა ქუჩაში რომ ფეხბურთს თამაშობდით და აბა კარში ჩანთებს ვდავდებით სკოლის ჩანთებს ვდავდებით რამდენი საათი იყო ამ სტადიონი გაიგე ეხლა საღად არის ეს გაიგე იქ ყველაფერი იყო უკვე მარტო ფეხბურთის თამაში კი არ იყო იქ გაიგე სიყვარულიც იყო კაცობის ჩამოყალიბება იყო ადამიანობა იყო ყველაფერი იყო და ახლა ამათ ეს ცხოვრება რა იცი კაცო მაგება და ამიტომ არის ეს კაცი ახლა ეს ბაჩიაშვილი ხო ეხლა ხო ეს არის ფეხებით არის ჩამოსაკიდებელი ეს უსინდისო ადამიანი გაიგე და რა ნამუსით შეუსინდისო
ისევ კაცო დღეს კიდევ გამოდიხარ და ტელეკამერების წინაშე პოზირებ, გაიგე? ეხლა მაგას ეხლა ვიღაც სახელმწიფოს ისინი იცავენ. აბა რაღაცა. აგენტია რაღაცა. ხო, აგენტია რა. აბა არის, კაცო, ეს ვიღაცის დავალებით მოქმედებდა, გაიგე? თავიდანვე ჩანერგილი იყო. მაგრამ ეს მარტო ერთი კაცო, რამდენს ჩააქვს, ვიცინა, გაიგე და რამდენმა გიღალატა. რამდენს ესე იგი გარეწარი რო არის, გარეწრები, გაიგე, რომ პარლამენტის იმას ვერ ეღირსებოდნენ დარბაზებს, გაიგე და მინისტრის კამერებს რო ვერ ეღირსებოდნენ, ხო? რამდენს ესე გაუმართე ხელი და ყველამ რავაკ შენ გიღალატა. იმიტომ გიღალატა, ვიცინა რომ შენ გუნდი გინდა, ისეთი გვედგული გუნდი გინდა, რომელიც ერთგული გუნდის გაგიკონტროლებს ამ სიტუაციას. ეხლა შენ გონია რა, ისა ყავს იქ ერთგულები ყავს მანდ იმაში პარლამენტში, ნახევარი სოროსის გამოჩეკილი არის, ნახევარი ნაცებიდან არის პორტირებული, ხო და მაგათი იმედი არასოს არ უნდა ქონდეს თქვენ და არასოს არ უნდა იყოს მაგაზე რომ იტყვი დამოკიდებული, იმიტომ რომ ასეთი ისინი გამოჩნდებიან მაგენის, თორსა მოცამოა დრო იმის და როდესაც მიიღებენ სიგნალს რომ ეს შენ გააკეთე ასე მაშინ ეგრევე თვალსა დაახამხამებენ, ეგრევე გადაგიდგებიან. ამიტომ არის სწორად უნდა აირჩიო ადამიანები და სწორად უნდა ქონდეს შენ ამ მიმართულებით დალაგებული ყველაფერი რომ ეს ადამიანები იყვნენ კონტროლის ქვეშ და ას არის და აქ ინტელიგენცია ვიღოთ ხო ბიჭო სტიპენდიებს ალევს გაიგე აქ ეს რო არის ქათამი დოიაშვილი რო არის დოიაშვილი რო არის ხო იცი ამ ხელა თეატრი აუშენა ბიჭო ამ ხელა ეს გაუკეთა და გამოდი მაგას რა აუშენა ეს საქართველოს თეატრია ბიჭო ვის არის მაგი არის ხო რაც არის ხო ვიცით ხო მე მაგი ყავთ მაგი სი არ არის კაცო აბა ვისია გაიგე ხო მართველი მაგია ყველაფერი მაგი არის იქ და გამოდის და კიდევ ახლა მას ეჩემება გაიგე და კიდევ ამას უკიცინებს თითებს მე რას აკეთებს კულტურის მინისტრი დაწეროს განცხადება მოხსნას გამოვაგდოს სამსახურიდან არ აკეთებენ მაგას გაიგე აბა როგორ გინდა აბა როგორ აშენდა აბა როგორ შენდებოდა ქვეყნები როცა არ აკეთებს კაცი იმ საქმეს და თავის საქმის გარდა გამოდის და 20%-ით თავის საქმეს ემსახურება 80% პოლიტიკაში ის კაცი იმ სამსახურში არ უნდა იჯდეს რამდენი მსახიობები გამოდიან და გამოდიოდნენ ახლა იქ მთავრობის სახლებში და უპირისპირდებოდნენ ბიზნესს და ბიზნეს ფულებს იდოდნენ ჯიბეში. რამდენი? სირცხვილი უბრალოდ იმიტომ თქვი რა, როცა ზნეობას დაკარგავს ადამიანი. ესენი ყველა უზნეო ადამიანები. ჩვენ ზნეობა რო დავკარგეთ. უნამუს ადამიანები. ჩვენ რო ქართველებმა ზნეობა დავკარგეთ, ჩვენ სახელმწიფოებებას დავკარგეთ, იცოდეთ. ნუ ეხლა ასეძამ როცა ქვეყანაში ჩვენ რო როცა ქვეყანაში მადლი არის, დიდი მადლი, ხო, იმათში ეშმაკები ებრძვის. ეშმაკები, მაგრამ ამ მადლს ხო უნდა მე შენც ხო უნდა იმას აქნა, ეშმაკისკენ რატომ მიდიხარ? საქართველოში ყოველთვის ყო გამყიდველები და არიან დღემდე, გაიგე? ხო და როცა მაშინ იყო ძლიერი ხელისუფლება, როცა გამყიდველებს თავებს აჭრიდა. აი ეს. აი დავით აღმაშენებელს სარებზე რო ჩამოგიდა სულ ყველა. ზელზე რო გასვა ყველა. აი ეგ უნდა გააკეთო, გაიგე? გიორგი ბრწყინვალემ. აი უნდა გააკეთო, გაიგე და ამის ღირსები არის. თემიდას თაზე რა უქნა. შეეკრიბა ყველა დაჟე იმათის თავმავლები, ვისაც უღალატია და არ ყოფილა იმის თავმავლებიც იმას. იმიტომ რომ ქვეყანას ღალატობენ, კაცო. ბიჭო, ქვეყანას ღალატობენ, ღმერთს ღალატობენ. აბა რა? ღმერთს, რომლის იმედად ცოცხლობს და ცხოვრობს საქართველო. რა თქმა უნდა, ღმერთი ჩვენ რო ღმერთის ფარველობა არ ქონდეს და დედაღვთისობის წირკვეთი ქვეყანა არ იყოს, ჩვენი ქართული სინსილა არ იქნებოდა ამ ტერიტორიაზე. ქართველი ვეღარ იარსებებდა ამ ტერიტორიაზე, ვეღარ გაიბოგინებდა. ბიჭო, ეხლა ეს რაღა დათქვამი რო არის, ღმერთმა თავისი მადლობა რა ჩვენ. ღმერთმა თავისი მიცაო, ეს ქართველს დაეზინაო, გაიგე და მიწები რო ბოლოს მივიდაო. დაეზინ თუ რა, სად იყავი მეზინაო. არა. თამადა ვიყავი, კეიფში ვიყავიო და მოდა მორჩი კეიფს და მოვედიო და თავის წილი მიცა მე აჰაო ეს კონდა ეს ნათქვამი რო არის კაცო ეს ტყვილი ნათქვამი კი არ არის რატომ უნდათ საქართველოსთან ყოველთვის აი ჩვენი ტერიტორიის რო იყვნენ ესე ვიტყვი ანუ დათრევა და მიტაცება ყველას იმიტომ რომ ეს ისეთი ადგილია აქ გადიოდა აღმოსავლეთ დასავლეთის ყველა სავაჭრო საქარავნო გზებია საქართველოს. ეხლაც არის, კაცო. ეხლაც არის და შუა დერეფანი, აბა შუა დერეფანს დავარქმე თუ გვერდზე დერეფანს. ამის გარეშე ვერავინ ვერ გავა ვერ ჩავს ზღვაზე. ვერაფერს ვერ იზავენ რა. ამიტომ არის. იმიტომ იმას გიქნეს პატარა აფხაზეთზე წაებღაუჭენ. იგი სამაჩაბლო ხო, აქ სამაჩაბლო წაბღაუჭებული, მაგრამ მაინც ვერ მოერიან საქართველოს. იცი რა ამად გონიათ რომ ესე იგი როდესაც 92 წელს იმდენი ლოცვა მიდის ყოველდღე საქართველოში ჩვენი მამები მაინც მინდა ვთქვა რომ ამად გონიათ დედაოები ეგრე არ არის რა საქართველოს ესე ადვილი დაჩოქებული ამად გონიათ რა 92 წელს აფხაზეთის სამაჩაბლოს ომი იყო ხო ეს იყო რუსეთის მიერ ესე იგი რომ მეტყვი ორგანიზებული და პროვოცირებული რუსეთი ეს ომის
სცენარი დაეწერა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ერთობლივი ოპერაცია იყო რუსულ-ამერიკული. ლუბიანკაზე მეხუთე სართულზე კაცო აღარ აცხადებენ რუსები გამოდიოდნენ და ამერიკელები იჯდნენ. ელცინის დროს, ელცინის დროს ამერიკელები იჯდნენ. კი, ამერიკელები. საცხოვროს ყოფილი იმის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთი იმისი რუსეთის კოზერევი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ. ამიტომ ეს ყველაფერი აფხაზეთის და სამაჩაბლოში ეს დიდი სცენარის ნაწილი. პროვოცირებული ომი იყო ეს ყველაფერი. ეს გარბაჩოვის დროს დაიწყო, რო იცოდე. ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ გარბაჩოვის დროს დაიწყო. სცენარები იყო ყველაფერი ეს და აქედან გამომდინარე დღემდე ახლა ეს ყველაფერი ჩვენ როგორია რომ არის ახლა და საწანდება და დამშვიდებოდა მშვიდად ვიქნებითო არა პირიქით კიდევ ბევრი საბრძოლო აქვს საქართველოს. საომარი გვაქვს ძალიან ბევრი საომარი გვაქვს და ხომ ხედავ ნახეთ რას დავაკვირდი და ხალხს ჩვენ მაყურებელსაც მინდა რომ იცოდეს ესო როდესაც ბიზნა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება აფხაზეთის და სამაჩაბლოსთან მიმართებაში ჩვენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ და ჩვენ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან ეს წინა საარჩევნო თქონა ეს განცხადებები და მე ის რა ქვია ბოდიში უნდა მოუხადოთო კაცო ერთმანეთს ვის უხდით ბოდიში არა ერთმანეთს ბოდიში უნდა მოუხადოთ ეხლა ერთმანეთს უნდა მოუხადოთ ბოდიში იმიტომ უნდა მოუხადოთ ერთმანეთს ბოდიში რომ ერთმანეთი დავხოცეთ ჩვენ ვიღაცა გარეწარის მიერ შედგენილი სცენარით ხო და ამ დროს და უკვე იქიდანაც წამოვიდა რაღაცა დადებითი მესიჯები გაიგე წამოვიდა იყო ახლა იყო რაღაც იქაც როგორ აუხედებს ჯანიას ხალხი გეტყვი ახლა აი ზუსტად მამდიდი ვარ ესე იგი წამოვიდა რაღაც დადებითი იქ ახალგაზრდობა კიდევ რაღაც ღონისძიებები იყო და ის გამოჩნდა ცხენზეა ამხედრებული ახალგაზრდა თათული დროშით და აფხაზური დროშით გესმის დაშია საქმე და თქვენ მე დღემდე ადადით ჩემამდე დღემდე ადადით ჩემამდე ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი როგორი პარტნიორი ერთი გეკითხებით გაიგე აი ამიხსენეთ როგორი პარტნიორია რა ვაჭრობა გვაქვს სავაჭრო ურთიერთობებში მათთან სავაჭრო ისენი გვაქვს მათ რამე ქარხნები ააშენეს საქართველოს უვიზო რეჟიმი გვაქვს მაგრამ უვიზო რეჟიმი მოგვიხსენეთ პირდაპირ ფრენები არის თუ რა არის ერთი მითხარით ამიხსენეთ რა არის ის რომ იქ მიდიან ჩვენები ქართველები და მონებათ რო არიან ქცეულები 24 საათი ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა მონებათ არიან ქცეულები ქართველები იქ და ისინი არიან იმ დღეში იქ რომ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ გაიგე უკან წამოსასვლელი პირიც აღარ აქვს უკვე გაიგე ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა არა კაცო ეს ჭირდება ტერიტორია ჭირდება მას აქ პლაცდარმი ჭირდება აქ რუსეთთან მიმართებაში გაიგე ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჭირდება იმისათვის რომ რაც უფრო ახლოს მივა ის რუსეთის საზღვრთან მით უფრო მისის უკეთესი არის რომ მეტი ესე იგი დაძაბული სიტუაცია ერთება და დაძაბული მდგომარეობაში დაძაბულ რეჟიმში ეყოლება რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ესე იგი რომ მეტყვი ის მთლიანად ეს პოლიტიკური იმიტომ დაიწყო უკრაინაში და თამარისი დაიწყო მიიღებდნენ ნატოში დაუდგავდნენ აქ და მორჩა და დაასწრო აი ეს არის მათი იმიტომ წაიღო რუსეთმა და სამაჩაბლო კი ბატონო ეს არის მათი ხედვები საქართველოსთან მიმართებაში და ამ ხედვებით მოვდივართ დღემდე ჩვენ და მიდგომებით მოვდივართ დღემდე და არა ეს რომ სად არის აი გეუნებით რომელიმე მოლაპარაკებებში მიიღეს მონაწილეობა აფხაზეთის სამაჩაბლოსთან მიმართებაში აი რაიმე პროექტები შემოგთავაზეს და რაიმე სახის რაღაც გარკვეული ესე იგი მიმართულებები შემოგთავაზეს თუ როგორ უნდა მოხდეს აფხაზეთის სამაჩაბლოს დაბრუნება უკან ან თვითონ აქტიურ პოზიციაზე იდგნენ იმასთან დაკავშირებით რომ პირდაპირ მოლაპარაკებები ეწარმოებიათ რუსეთის ხელისუფლებასთან არაფერი გამოდიან გეუნებიან ერთს აკეთებენ მეორეს ეს მიდასია საქმე აი ამ მიდგომებით არის ესენი და ამ მიდგომებით ჩვენ კიდევ გვეუბნებით ამ მიდგომებით და ასეთი რაღაც გარკვეული ხედვებით ჩვენ არ ვჭირდება ასეთი სტრატეგიული მეგობრობა და ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა ინვესტიცია ჩადეს მარტო საქართველოში სადეს საქართველოში ინვესტიცია ჩადეს თავის აგენტურულ ქსელში მეტი არაფერში არ ჩადებულა ინვესტიცია ამერიკული რომელიც ქართველ ადამიანს წაადგებოდა საქართველოს მოქალაქეს წაადგებოდა მე გეთანხმებით კი ბატონო ამოგვიღეს პასპორტებიდან ეროვნება, მამის სახელი და ყველაფერი. ეს რაუბედურება, ეს გაითვალისწინეთ ახლა თქვენ აი ბატონმა საზამ რას გვაგერ ახლა ხო? და რა ეს ამ პრობლემების წინაშე დგას მთელი საქართველო. აუცილებელი არის რომ საქართველოს ყველა მაცხოვრებელს და საქართველოს ყველა მოქალაქეს ეწეროს პასპორტში ის რა ეროვნების არის, გაიგე? ქართველი არის, ებრაელი არის, სომეხი არის, იეზიდი არის, აზერბაიჯანელი არის, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პასპორტი რო აქვს და მამის სახელი ჩაგვიწერეთ. მამის სახელი რა წაგვართვით? თქვენ ურჯულუებო თქვენ მამის სახელი ეს კიდევ როდის გააკ და ეს ხოთაშორის შევარდანძის ხელისუფლებიდან დაიწყო სწორედ ეს პროცესები, გაიგე? მაგან დაიწყო, ხო? მაგიდან დაიწყო და მე ამან უკვე დაამთავრა რა. დაგვიბრუნეთ ჩვენი კაცო, დაგვიბრუნეთ ჩვენი ისტორიული ვისი ვართ და
ვისი ისავართ ჯიშის და ჯილაგისა ვართ და რა გორის ხალხი ვარ და რა ჩემ ამის სახელი მე არ მწყვენი არ ჩემი გვარის ამაზე აი სწორედ ამ ტრადიციებს იქ რო გავსებინებენ წერია სახელი გვარი მამის სახელიო და იქ პირადობებში არ გვიწერია არ წერია მართალი ხარ მაგაში ხო და მე ახლა ნახეთ ყველა ქვეყნებს ბატონოსა ყველა ქვეყნებს აი რომელი ქვეყნების არის ქრისტიანული მართლმადიდებელი ქვეყნები ყველას ებრძვიან აბსოლუტურად ეს ერთ-ერთი საბრძოლი დარჩა მართლმადიდებლობა ახლა ნახეთ ახლა უნგრეთი ნახე ახლა ჩვენი მეგობარი არის კაცო მართლმადიდებელი ქვეყანა არ არის მართლმადიდებელი მაგრამ ქრისტიანული ქვეყანა სლოვაკეთი ხო იგივე ის არის ქრისტიანული ქვეყანა მაგრამ უკვე სლოვაკეთი ეგ რუმინეთში იმარჯვებდა ნორმალი კაცი და არჩევნები რა გაუკეთეს იქ ეხლა სლოვაკეთში სამზადია მაიდან დღეს გამოვიდა ხო სლოვაკეთის პრემიერი და ფისო და ესა უბრალოდ მოუწოდა სპეცსამსახურებს რომ გააკონტროლოს და მაქსიმალური მასზე აიყვნენ საქართველოსიო ის ორგანიზატორები რომლებსაც უნდა მოეხდინათ მაიდანიო აქ იმყოფებიან უკვე ჩვენთან იმყოფებიანო და მზადდება მაიდანიო გასვით მზადდება მაიდანიო ესე იგი ეს ჯგუფი რომელიც ჯგუფიც არის ამ საკითხის სპეციალისტები და პროფესიონალები არ გამოვიდათ უკვე საქართველოში ხო გადაინაცვლეს ხო სლოვაკეთში გადაინაცვლეს ხა იქ უდათ უკვე მაიდინსის ჩატარება და ხელისუფლების დამხობა და ჩამოგდება გაიგე და გააკეთა განცხადება პირდაპირ დაასახელა საქართველოს რომ საქართველოში რომლებიც ამზადებდნენ მაიდანს და ის ჯგუფი რომელიც ჯგუფიც მუშაობდა ამ გეგმაზე და ამ პროექტებზე ეხლა ჩვენთან იმყოფებიან და გააკონტროლეთ ეს ყველაფერი ეს ისეთი კაცისას ეს სლოვაკეთის ისა რომ მაგათ ყველას დააჭერინებს უნდა დაიჭიროს კაცო აბა დაიჭერს უნდა დაიჭიროს ვერ გავიგე აბა აქ ესენი რო ეფერებოდნენ და ესენი რო ელოებოდნენ ესე იგი უნდა დაიჭიროს ესენი ვაკურიანში იმებს მართავდნენ იქ რაღაცებს მართავდნენ იგივე დაიწყოს იქივე და კაცი შვილი ხმას არ სცემდა ამიტომ არის ეგონება თავიანთი ქარვასვლა იყოს რა ეს საქართველო რა ძვირფასო ტელემაგურებლებო დიდი ძვირფასო ტელემაგურებლებო და ძვირფასო მეგობრებო და მე მინდა ყველას მოგიწოდოთ და ყველას გიწოდოთ დიდი სიფხილზე გმართებს ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა ეხლა იწყება კიდე ახალი აცი იწყება ყველაფერი ახალი პროვოკაციები წამო ახალი ტალღა დაიწყება კიდე ახალი რაღაც მსგავსი კიდე სიმახიჯეს შემოიტანენ ამ ქვეყანაში ისე შეფუთანენ რომ თუ ცოტა ჩვენ ფხილად არ ვიგეთ ვერც კი გავიგებთ როგორც აი ვერ გავიგეთ აგე და ნენელა გვიწამლეს ეს ბავშვები და ბოლოს აი შედეგი მივიღეთ ხო და მე სიმართლეს გეუბნებით მე ვიცი ძალიან ჩემი ახლობლის ოჯახში შევიდა ესე ჩუმათა ისე იმათ რომ თვითონაც ესე იგი გაკვირებულები არიან და ძალიან ბევრი ადამიანი ოჯახის ნორმალური ოჯახის ტრადიციის მატარებელი ოჯახები არიან ამ პრობლემების წინაშე, გაიგე? ძალიან ბევრი, იმიტომ რომ შვილები განხეთქილება ოჯახებში შვილები ჩათრეული, გაიგე? შვილები ერთი შვილი ჩაითრეს, მეორე ვერ ჩაითრეს და ოჯახებში მის დაპირისპირება. ძალიან მდგომარეობა არის. ამიტომ ჩვენ გვმართებს თვითონ ჩვენთაგას ამ მიმართულებით ძალიან დიდი ბრძოლა. აი ხმალამოღებული ბრძოლა გვმართებს რომ როგორმე ჩვენ ამ ავამტყოფობას მოვერიოთ, გაიგე რომ ეს არ გავცელდეს და ახლა გვაქვს ამის შანსები, გვაქვს მით უმეტეს ახლა ის გიგანტი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირდაპირ დაუწყო ბრძოლა და ამიტომ ჩვენ ხელფეხი გაგვეხსენება ამასთან მიმართებაში და ახლა ჩვენ თუ დავიწყებთ ასე ორგანიზებულად ერთად შეწყვილად მოქმედებას დავამარცხებთ აქ ჩვენ და ძალიან მალე დამარცხება. განათლების სამინისტრომ უნდა შეწყოს გეთანხმებით. მართალი დაბალები. და უნდა წავიდნენ ის სოროსისტები, ვინც ახავთ ის სოროსის ფონდი. გავლილი სოროსის სკოლა და უნივერსიტეტებში კიდე სადაც ზიან ეს ხალხი ვითომ ლექტორები რა. პირველი შეგვიძლია. ხო, პირველი პარლამენტარები და ისე რო იყვნენ ადე პარლამენტში და მე ეს იქ სოროსი გამოვლილი ისენი და ეხლა ლექტორებად გვევლინებიან და პედაგოგ მასწავლებლებად და პროფესორებად, ასოცირებული პროფესორი. იყოს რა ერთი პროფესორი და ასოცირებული არა კიდე ისა. მოგლეთ, ჩემო ძვირფასო აყურებლებო. ჩვენ ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ ყოველდღიურად და არ გავჩერდებით ყოველდღიურად ჩვენ მოგაწვით ახალ ინფორმაციებს ასევე ჩვენი ესე იგი რომ მეტყვი ასეთი ბრძოლის და ასეთი მოქმედების საფუძველზე ჩვენ პირდაპირ ჩაბმული ვართ აი ამ ბრძოლაში ჩვენი ტელევიზია ჩვენი ეს არხი TV+-ი მაქსიმალურს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სწორედ აი ამ გათახსებული ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების ზოგის გამოსწორებაში და ზოგი თუ არ გამოსწორდებიან მათთან პირდაპირ ბრძოლაში. ახლა არის კონტინგენტი რომელმაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს ტვინი მოწამლული და რაღაცნაირად შეიძლება გადარჩეს და აი ესენი ახლა ეს ჭინკები რომელიც ახლა არის თავები რომლებიც არის გამოსავალი მე ვიცი რა ეს უკვე არ გამოსწორდა ეგენ დაიჭიროს უყველა უნდა დაიჭიროს უყველა ეგენი ხო ვინც ახლა ეს ჭინკები ეს თავები ხოცი რუსული გამოთა უგარბატო მაგილა ისправიტო რო იტყვიან ესია და მე ერთ რამეს ვამბობ რომ არიან ხალხი რომელმაც თუნდაც ამ ცოდვიდან გამოვიდნენ
მოძღვარი გაიჩინონ, ტაძრებში იარონ და ყველაფერი მიეტევებათ. უფალი დიდი მოწყალია და ყველას მოგიტევებთ ყველაფერს რა. თავარია სინანული გქონდეს და აღიაროთ თქვენი შეცდომები რა. ღმერთი ყველას დაიფარავს რა. და ყველა შეიწყნარებს. ძალიან კარგი სიტყვები დაამთავრა ხა ბატონმა ზაზამ და მართლაც რომ ღმერთი მოწყალია ყველასთვის და უფალი არის ჩვენი ფარველი და ჩვენ ყოველთვის უფალთან უნდა ვიყოთ და უფლის უნდა გვწამდეს და უფალი უნდა გვიყვარდეს და თუ არა იცოდეთ რომ ჩვენ მე ავსწრებით იმ სწორ და იმ ცხოვრების გზას რომელიც გზასაც ჩვენ მივყავართ მართლაც უფლისაკენ. აბა გემშვიდობებით კარგად ბრძანებოდეთ და ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ.